Salam YouTube-ს დაუბრუნდი ისევ ჩემპიონატის შემდგომ. ხელის დღეს გაჩვენებთ დღეს, როგორ გავზარდე ასეთი ბიცეპსები, მაგრამ სანამ ხელის დღეზე გადავალ, მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ წინა ვიდეოში გამოხატული მხარდამჭერისთვის. მიხარია სიმართლე გითხრათ, რომ ასეთი კომუნიტი მყავს, რომელიც თავიანთ აზრს ზრდილობიანად, უშუალოდ აფიქსირებენ და ძალიან დიდი მადლობა ყველას მოკლედ მხარდაჭერისთვის რა. მიხარია რომ ყველას გაგიხარდათ ჩემი წარმატება. უშუალოდ ჩემპიონატზე კომენტარს ამ ვიდეოში მოდი არ გავაკეთებ. მე თუ რამეა დავждები და ყველაფერს განვიხილავ, მაგრამ ამ ეტაპისთვის თავ შევიკავებ, იმიტომ რომ დღეს უნდა გასწავლოთ ისეთი ხელის ვარჯიშები, რომლებმაც აი ასეთი ბიცეპსები მომიტანა. მე off სეზონზე აი ასეთი ხელები 52.5 სანტიმეტრიანი ხელი მქონდა ცივზე off სეზონზე და ტრიცეპსზე ვაკეთებდი სულ 4 მისვლას, ბიცეპსზე ვაკეთებდი 2-3 მისვლას მაქსიმუმ რა. როგორი მისვლები იყო ეგ, ამ ვიდეოში ყველაფერს გაჩვენებთ და ზუსტად იმ პროგრამას გაგიზიარებთ. შრობაზეც რო გადავედი, შეჯიბრის დღეს 46.5 მქონდა ხელი. ეს პროგრამა შექმნილი არის მეცნიერებაზე დაყრდნობით, მეცნიერ კვლევებზე დაყრდნობით და მეც შემიძლია ვთქვა, რომ 110%-ით მაგრად მუშაობს და გაიგიზიარებთ ახლა წავედით ხელის დღეზე. აი ასე გავუზარდე ეს ხელები ასე. კილონახევრიანი განტელებით. ანუ გახურებას არ გადავიღებთ ახლა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხურდებით. 4 სამუშაო მისვლა გვექნება. გასახურებლად რამდენიმე მისვლას გამოვიყენებთ, სადღაც 3-დან 5 გამეორებამდე მსუბუქად გავახურებთ, უბრალოდ რომ ნერვული სისტემა გავახუროთ და უკვე სამუშაო მისვლებზე იქნება მაქსიმალური ინტენსივობით შესრული გამეორებები, რა თქმა უნდა მძიმე წონით. რა ერთადერთი ეგ დაიმახსოვრეთ, რომ მძიმე წონა ცვლის სხეულის ვიზუალს. თუ გააკეთებ რაღაც კილოგრამიანი განტელებით თუ ივარჯიშებ ახლა როგორც ხურდები ისე და რეზერვში რაღაცა 30 გამეორებას დაიტოვებ, ეგ შენ სხეულს არ შეცვლის. რა შეიძლება თავიდან ვის დამწყები ხართ ტონუსში მოიყვანოს, მაგრამ ისე არა, რომ კულტური მასა აკრეფოთ, ამიტომ დაელოდეთ და სხვათა შორის მინდა რომ ამ ვიდეოს ვინც ნახავთ, ყველამ გატესტოთ ეს პროგრამა და როგორ იმუშავებს თქვენზე. რაზოტიპული არის ეგ, რომ 4 მისვლა უნდა გააკეთო, 12 გამეორება, 4 მისვლა 15 გამეორება, ნუ ამ გამეორებებში მაგიური არაფერი არ არსებობს. რა თუ სიტყვაზე 12 გამეორებაზე ხარ ასული და კიდე 1-5 გამეორების გაკეთება შეგიძლია, იმ 12-ზე რატო უნდა გაჩერდე? მოკლედ პირველი ვარჯიში იქნება ტრიცეპსისთვის ვიბარის ჩამოკაჩვა. ოღონდ ცოტა განსხვავებულად გავაკეთებთ, 3 პოზიციაში ვიზამთ ამას. ერთ ნაბიჯს უკან ვდგამთ, იდაყვები წინ გვაქვს, იდა სახსარში ვხრით ბოლომდე და ქვევით მოგოქაქეთ. ამ პოზიციაში რო გაითიშება, გრძელ პოზიციაში რო გაითიშება, მერე წინ მივალთ. საშუალო პოზიციაში შეგვიძლია კიდე რამდენიმე რების გაკეთება, აქ ვთიშავთ, მოუტრიალდებით და აქაც რამდენიმე გამეორებას გავაკეთებთ. აი ახლა გადავიღებთ. თედიუს დამიდგები? დავაი. Yes! დავაი. Ჭერანა. დავაი. დავაი. შენია. ჭერანა. ჭერანა. მოდი აქ. დავაი. აი. ერთით. დავაი აქ. მაწვალე. დავაი. მაწვალე. დავაი. შენი ტიპოა. დავაი. დავაი სამი. დავაი. 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 დავაი ბოლომდე. გავხვა. დავაი. 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 ოიც. ერთით. დავაი. გავხვა. ოუ. აი ასეთი მისვლის მერე კარგად უნდა შეისვენო. ერთი მისვლა გავაკეთე ტრიცეპსზე და ყველგან ხეთქვაზეა. ისე მტკივა და ისეთ ფამში მაქვს.
ერთ მექანიკური დროპსეტი ქვია მაგას, რა ხარაც გავაკეთეთ. ბროლ წონას ვეღარ დავაკელი, იმიტომ რომ ნუ ხვდებით ალბათ თქვენც ისე მაქვს აწყობილი და ერთ მისვლას გავაკეთებთ კიდე ამ მექანიკურ დროპსეტზე და მე გავაკეთებთ ორ მისვლა ორ ძელს ფეილურამდე, რა თქმა უნდა, სადღაც 6-დან 10 გამეორებამდე. და იგი იქნება ჩვენი ტრიცეპს ვარჯიში დღეს. საწიერს წამსებით ასე იქ. მოდი აქ. ჩართე ლუკა. Одного! Давай. Давай! Давай, самяк! Давай! Давай! Миди. ერთით. დავაი. მიდი, წაიგე. გავხვა. აი ამიტომ ვიძახი რომ ოთხი მისვლა საკმარისია ტრიცეპსზე რა. აი ასე ერთი 10 მისვლა რო გააკეთო თუ ნატურალი ხარ პირიქით მომატება კი არა, პირიქით დაკარგავ კუნთურმასაც. იმხელა სტრესი ადგება ორგანიზმს, რომ ანუ ვაკეთებთ მაქსიმალური ინტენსივობით, მაქსიმალურად მაღალი წონით, ისე რომ ტექნიკა იყოს მაქსიმალურად სწორი და ვაკეთებთ აუცილებლად გათიშვამდე თავისი ნეგატივებით. გადავედით, შემდეგ ვარჯიშზე იქნება ორძელი იქნება წონებით. ახლა ეს უკვე გადახურებულია, ამას არანაირი გახურება არ უნდა. 1-4 გამეორებას ვიზამ ჩემი სხეულის წონით და მე უკვე წონებს დავიკიდებ. ზიო. წონებს დავიკიდებთ ახლა და ტრიცეპსი ისეთ ფამფშია, რომ უკნიდან აბა როგორ ჩანს ტრიცეპსი. ალუკა არის გადაფამფული. ხო, კიდე ასეთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ტრიცეპსის გრძელი თავი არის აქ ზურგთან შეერთებული რა. ხო და პულოვერზე TikTok-ზე დავდე ვიდეო და კითხვები წამოვიდა, პულოვერს ვაკეთებდი, კითხვები წამოვიდა, რომ რისი ვარჯიში არისო, სანტელის პულოვერი ზურგის ვარჯიში არისო თუ კერდისო და პულოვერი არის ხალხო კერდის და ტრიცეპსის გრძელი თავის ვარჯიში. თუ გადახედავთ ანატომიას და კუნთების ფუნქციებს, ეგეც გაამყარებს მაგ მოსაზრებას რა. ბაკავი კი მუშაობს დაახლოებით აი ამ გრადუსიდან აი აქამდე. დორიანის პულოვერის ტრიანჟორში რო აკეთებს და ის რო არის პულოვერის ტრიანჟორი რო არის, თუ დაუკვირდებით ზურგისთვის პულოვერი არის აი აქედან აქამდე. ამის უკან რო გადაგაქ უკვე ტრიცეპსის გრძელი თავი იწელება და მკერდი მუშაობს აი აქამდე. აქედან აქამდე უკვე ზურგია. და შესაბამისად განტელით როცა აკეთებ, აქამდე განტელს ვერ ჩამოიტან. იმიტომ რომ ვაფშე გრავიტაცია ისე დააწვევა, რომ კერდის ზურგის გარდა ყველაფერს იგრძნობა, ამიტომ განტელით პულოვერი არის ტრიცეპსის და მკერდის ვარჯიში.
უახლოესი სამეცნიერო კვლევები რაც არის ზოგადად ვარჯიშის ინტენსივობაზე შექმნილი აჩვენებს, რომ მისვლა არის ყველაზე ეფექტური მაშინ, როცა ის კონკრეტული მისვლა მიყავს ან ფეილურამდე, ან ერთგამეორებას იტოვებ რეზერვში. და ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და სიტყვაზე ისეთ წონას იღებთ, რომელიც 15 გამეორებას გააკეთებ და 1-10 კიდე შეგიძლია, ყველაზე ეფექტური ვარიაცია არ არის ვარჯიშის იცოდეთ და თქვენს თუ შეცვლით და გარკვეული პერიოდი ამ სტილით ვარჯიშებთ, მიხვდებით და იფიქრებთ, რომ აქამდე სად ვიყავიო. აი, სამამისვლამ რამ იქნა ხელებზე. აი, ახლა ბოლო მისვლასაც დავამატებთ ამას, ორ ძელზე გავუშვებ და ტრიცეპსი დამთავრებულია. დორიანი იცი იამაყებდა მისვლით high intensity training. ზოგადად ბილდერები ვინც არიან ჩემი სურვილი არის Schwarzenegger რა თქმა უნდა ახლა მაგას თქმაც არ უნდა, მაგრამ დორიან იეიტს რომ შეუხვდე და მასთან ერთად რომ ვივარჯიშო რა. დიდი ფანი ვარ, ასე შეიძლება ითქვას, მისი სისტემის ზოგადად, Blood and Guts-ის, მისი ყველა ვარჯიში დატესტილი მაქვს და ინტენსივობა ვაფშე სხვა ლეველზეა და შედეგებიც ვაფშე სხვა ლეველზეა. რასაც მაღალი ინტენსიური ვარჯიში ქვია, ბევრს ვერ ივარჯიშებ რა. ყველაზე ეფექტური გზა არის, მაგრამ ასევე შენს ორგანიზმს და კუნთებს იმის საშუალება უნდა მისცე, რომ აღიდგინოს. ანუ აღდგენის საშუალება უნდა მისცე და იმის საშუალება რომ გაიზარდოს რა. ვარჯიშის დროს უბრალოდ ხდება კუნთის ზრდის სტიმულაცია. თვითონ კუნთის ზრდა ხდება დასვენების დროს. დარბაზში ინტენსიურად ვარჯიშობ და მე დრო მიეცით თქვენს ხელს რომ აღიდგინოს. მე კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობ და მაქსიმალურ ანუ ასეთ შედეგი არასდროს არ მქონია. ყველა სტილი საერთოდ რაც არსებობს, ვარჯიშის ყველა სტილი დატესტილი მაქვს თავის თავზე. ახალი სამეცნიერო კვლევები რო იდება იმათაც ჯერ ჩემ თავზე ვტესტავ და მერე გავცემ რეკომენდაციას და შემიძლია თამამად თქვა რომ მაღალ ინტენსიურ ვარჯიშის სტილთან ახლოსაც ვერაფერი ვერ მოდის რა. 7000 მისვლას რო აკეთებენ ბოდიბილდერები და მაინც რო იზრდებიან, ჯერ ეს ერთი ვინც ტოპ ბილდერი არის, ყველა ან გათიშვამდე ავარჩევს კუნცან, რამდენიმე გამეორებას იტოვებენ მაქსიმუმ რეზერვში და ისე არა რაღაც უაზრო პამპინგი, მსუბუქი წონა, ეგ შეჯიბრთან ახლოს როცა არიან მაშინ რა და ამიტომ რეზულტატი თვითონ ლაპარაკობს. ბიცეპსის პირველი და ერთადერთი ვარჯიში დღეს იქნება ამ სკოტის ტრიანჟორზე. შესრულებული ეს ვარჯიში ჯერ ერთან ორ მისვლას სუბუქად გავხურებთ და სამუშაოდ გავუშვებთ სამ მისვლას გათიშვამდე ფეილურამდე რა. ანუ აქაც ვაკეთებთ მექანიკურ დროპსებს და როგორ. პირველად ფეილურამდე მივდივართ ამ პოზიციაში, როგორც ახლა ვარ, უკვე რომ ბოლო გამეორებას ავწევთ, აქ ვაჩერებთ, ხელს ვცვლით გრიპს, აი ასე ვიჭერთ, ვშლით ბოლომდე და ასე ვაგრძელებთ. და რატო ხდება ახლა ასე? ანუ ამ პოზიციაში, პირველ პოზიციაში როცა ვავარჯიშებთ,
ბიცეპსი ითიშება, მაგრამ მე როცა ვატრიალებთ ხელს და ასე როცა ვკიდებთ, ბრახიალიზი წერთვება მოძრაობას შესაბამისად, ბიცეპსი გათიშულია, მაგრამ ბრახიალიზის ხარჯზე მაინც შეგვიძლია რამდენიმე გამეორების აწევა. ძალიან ეფექტურად მუშაობს ბიცეპსი და ბრახიალიზი ამ ვარჯიშის დროს, ანუ მაჯის მომხრელი კუნთები რაცა ნადგურდება ამ მექანიკური დროპსეტის კეთების დროს. კარგად გახურდით, კუნთი კარგად გაახურეთ, ყესები კარგად გაახურეთ და მერე მიდით 3 მისვლა ფეილურამდე. და მერე კიდე თუ მოგინდებათ, მე დაამატეთ კი ბატონო ნებისმიერი ვარჯიში, მაგრამ პირობას გაზევთ, რომ არაფერი არ მოგინდებათ. თუ ნამდვილი ფეილური იქნება და არა რაღაც თამაში. ასე ყვითაბა ცოტათი მუშაობს ხონი. ანუ სულ მთელი წელი ამ სტილში ვერ ვარჯიშებთ რა. სადღაც ერთი 6 კვირა მაგალითად ივარჩოთ მაღალ ინტენსიურად, რო ივარჩოთ მაღალ ინტენსიურად. 1 ან 2 კვირა მერე უკვე წონებს რომ დააკლოთ, სადღაც 12-15 გამეორების შუალედში უბრალოდ იმისთვის რომ ივარჯიშოთ, რომ შეინარჩუნოთ ეს კუნთური მასა და სისხლი შევიდეს კუნთში. მერე რამდენიმე დღე დაისვენეთ, 1-4-5 დღე და ხელახლა დაიწყეთ ეს ვარჯიშის სისტემა. ნადირი რასაკეთებს აქ? ნადირო წელი გაასწორე. აი ასე მოხრილ ნუაკეთებ, გმართე, კერდი მაღლა მოწიე, მოხარე და ისე გაშალე. კერდი მაღლა მოწიე, აი ეს. აი ეს. შემდეგ მისვლაზე შევალთ ახლა, ერთი მისვლა სამუშაო. ეგა ამის მერე კიდე ერთი. აი 4 მისვლა გავაკეთე ტრიცეპსზე, 2 ბიცეპსზე და მესამეს ვაკეთებ ახლა და სახეზეც რო შემომხედო, სულ გაოფლილი ვარ, ხელიც იმენა გასკდომაზეა და ეგ იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის საჭირო 30000 მისვლის კეთება, როცა მაღალ ინტენსივობასთან გვაქვს საქმე და ვერც გააკეთებ. მოკლედ ვარჯიშს მოურჩით და ანუ პოზირების გაკვეთილები არ სადარდევს, რამდენიმე მოძრაობას გასწავლით უშუალოდ როგორ სრულდება და რჩევებს მოგცემ. ზოგადად პოზირება ისეთი რაღაცაა, რომ შენ თავს უნდა უყუროს არკეში და შენ როგორ ჩანხარ ინდივიდუალურად სხვადასხვა კუთხიდან, მაგის მიხედვით უნდა შეასრულო, მაგრამ მე პირადად როგორც მომწონს რამდენიმე მოძრაობის გაკეთება, იმას გაჩვენებთ ახლა. პირველი პოზა იქნება ორმაგი ბიცეპსი წინიდან, ამ მოძრაობაში მე ფეხებს ვაქცევ ყურადღებას, ერთ ფეხს ოდნავ წინ ვდგამ და იქითაა მიმართული, მეორე ფეხის წვერზე ვდგები და წელს ოდნავ ვატრიალებ, რომ წელის, ანუ უფრო წვრილი წელის ილუზია შეიქმნას. ხელებს შლი, ზურგს წინიდან მაქსიმალურად წინ წევ და ანუ ბიცეპს როცა ვჭიმავ ქვერიდან რო დაინახოთ, ანუ ასე არ მაქვს ბიცეპსი, ხელები ოდნავ წინ მაქვს წამოწეული. მეორე პოზა იქნება კლასიკური პოზა. მე პირადად მიყვარს გვერდიდან ასე ბიცეპსის ჩვენება. ანუ ამ პოზის ის რაში მდგომარეობს მიზანი, რომ
მაქსიმალურად კლასიკური ბოდიბილდერივით გამოჩნდე და შექმნა ასეთი ილუზია, ანუ ფეხები განიერი, წელი წვრილი და მხრები განიერი. ამისთვის ფეხებს ვგამთ ისეთ პოზიციაში, რომ ოდნავ X-ის ფორმა, ანუ ასეთი ფორმა მიიღოს, ანუ ქვევიდან იშლებოდე მაღლა, წელს ისე ვატრიალებთ, რომ მაქსიმალურად წვრილი გამოჩნდეს და ზურგს მაქსიმალურად ვშლით და ხელი მოხრილი არ გვაქვს. ანუ ორმაგი ბიცეპსის შემთხვევაში და ზოგადად ნებისმიერი ბიცეპსის პოზიციაში, ბიცეპს რო საჭიმაო, ხელები უნდა იყოს დელტებს მაღლა. შემდეგი იქნება წინიდან ზურგის გაშლა. ეს ბევრს არ გამოგდით და გაჩვენებთ ახლა ეს როგორ ხდება. ანუ ფეხებს ვგამთ ისე, რომ ისევ ასეთი ილუზია შევქმნათ, ოდნავ დახრილად, ფეხის წვერებს, ანუ ფეხის თვითონ უშუალოდ ფუსლებს არ ვეყრდნობით, ფეხს ვგამთ აი ასე, ოდნავ დახრილად ვგამთ, რომ ფეხის კვადრიცეპსის ნაწილი კარგად დაიჭიმოს, ანუ აი ასე სწორად არ ვგამთ ფეხს, ფეხს ვგამთ ოდნავ განზე, ვგამთ აი ასე. და როცა უკვე ზურგის გაშლაზე მიდის საქმე, ანუ უყურეთ, ანუ თვითონ ეს ადგილი აი ასე უკან წინ არ ვიხრებით და ისე არ ვშლით ზურგს. ოდნავ უკან გვაქვს შეწეული, ზურგს ვშლით და მკერდი მაღლა არა, მკერდს არ ვჭიმავთ, უბრალოდ ზურგს ვშლით. აი ასე გვაქვს, ანუ გვერდიდან ასე ჩანს და წინიდან რო გავაკეთოთ, ახლა ასე გამოჩნდება. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონებათ მსგავსი კონტენტი, რავი, რატომაც არა. სხვაგან მე ქართული მასში არსად არ მინახავს, რომ პოზირებას ვინმე ასწავლიდეს და შემდეგი ვიდეო მალე იქნება და ახლა წავედით პროტეინის შეიქი დავლიეთ.